მოგესალმებით დღევანდელ კონსილიუმში 4 სტუმარი გვეყოლება ბატონი კახა კუკავა იქნება პირველ ბლოკში და ჩვენ ვისაუბრებთ ახალ მინისტრთა კაბინეტზე. მეორე ბლოკში იქნება ბატონი რეზო საყევარაშვილი ეკონომიკური ექსპერტი და ჩვენ ვისაუბრებთ გაპარაზიტებულ ნაციონალურ ტელევიზიებზე. მესამე ბლოკში იქნება ურეკიდა ჩაგურთობა ხათუნა ლაგაზიძე და ვისაუბრებთ ნაცმოძრაობის მომავალზე, გუშინ შეიკრება მოგესალმება ნაცმოძრაობა და ბოლოს პარიზიდან ჩაგურთობა პატა ქურდაძე და ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას გამარჯვებული საქართველოს მოქალაქეების წინაშე. მანამდე მოკლედ დღევანდელი დღის შესახებ დღეს საკმაოდ ისეთ საინტერესო ამბები მოხდა. პირველი ის რომ ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნეს მოქალაქეობა და ესე იგი აღმოჩნდა რომ ეს ესე იგი ვთქვათ ადრე შეიძლებოდა და ესე ვთქვათ სწორი იყო ეს მოთხოვნა. ამის შემდეგ ბადრი პატარკაცაშვილის ოჯახს დაუბრუნდა იმედი ესე იგი ამითი ხელისუფლებამ ესე ვთქვათ აღიარა ეს უკანონოდ ხო დამიტაცებული. გადადგა არველაძე იმედის დირექტორობიდან დაინიშნა 4 გუბერნატორი და ამ 4 გუბერნატორს უკვე აქვს ის ადგილი საიდან შეუძლია რომ გადადგეს და ჯერჯერობით არ გადავდგარა უგულავა. ეს არის ესე ვთქვათ ახალი ამბები. ახალ მინისტრთა კაბინეტი კახა და ერთი მაინტერესებს ერთი მხრივ მოკლედ შეფასება მინისტრთა კაბინეტისა, პირველი შეფასება და შემდეგ უკვე როგორ ხედავთ ვინ უნდა იყოს პოლიტიკური ოპოზიცია, ანუ პოლიტიკური კონტროლი ამ ახალი ხელისუფლებისა და ამის კი რასაკვირველია საზოგადოებრივი კონტროლი, საზოგადოებრივ კონტროლად NGO სამთავრობო ორგანიზაცია, კი ბატონო სოციალური ქსელი, მაგრამ პოლიტიკური ოპოზიციათ როგორ ხედავ? მე პირადად ხედავ, რომ ეს შეიძლება ძალიან გაუჭირდეს ნაციონალურ მოძრაობას, ვინაიდან ჩემის ფიქრით ახლა NDA ჯერ კვლები არ გაუმოქვეყნებია, მათი რეიტინგი სულ მალე იქნება ესეთი წრფივი ნულის ტოლი. NDA-ს უყურე დღეს ესეთ პატესანის სახით საუბრობდა რომელიღაც კონფერენციაზე. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის, სანამ გადავალ შეკითხვაზე, მანამდე მინდა მიულოცო მართლა იმედის დამფუძნებლებს პატრიკაჩვილების ოჯახს, იმიტომ რომ იმდენი შრომა და გულშემატკივრობა გვაქვს ყველას ჩადებული, რომ ეს მარტო ოჯახის გამარჯვება არ არის და რაღაცნაირად ეს პირველი ესეთი სერიოზული ნაბიჯი არის, როცა ყველა გძნობს, რომ სამართლიანობა აღდგა, ეს ყველას მინდა მიულოცო. რაც შეეხება ახალ მინისტრთა კაბინეტს, ყველაფერი შედარებითობითა ბუნებაში და გადატანითი მნიშვნელობის გარეშე მინდა ვთქვა, რომ ფრთიანი ანგელოზები არიან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ვინ იყო ხა ამის წინ მინისტრთა კაბინეტში, იყვნენ სადისტები, იყვნენ რავი სუბუქი ყოფაქცევის ქალები, ყველაფერი იყო ეს მთავრობის გარდა. ამიტომ პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ნორმალური ადამიანები არიან ძალიან, არ არის არც ერთი სკანდალური დანიშვნა. არის ხა საზოგადოებაში მე ვკითხულობ პრესას თვალს ვადევნებ და გარკვეული ეჭვები გამოითქმება რამდენიმე მინისტრთან დაკავშირებით, თუმცა ისიც რომ ზოგიერთი კალაძეზე იწერება ხშირად არ არის დარგის პროფესიონალი, ესეც შეიძლება რომ ჯერჯერობით მაინც ვარაუდის დონეზე დარჩეს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გავა რამდენიმე თვე და მთავარი შეფასების კრიტერიუმი იქნება კონკრეტული შედეგები, არა პრეზენტაციები, არა მოხსენებები. საგარეშო საქმეთა მინისტრი მოგვარდება ვითარება დაუშვათ რუსეთთან, ევროპასთან წავა საქმე წინ, იქნება კარგი მინისტრი. კონფლიქტების მინისტრი დაიწყება იქ აფხაზეთში რაიმე დინამიკა, იქნება კარგი მინისტრი. დაიწევს დენის ფასები, კალაძე ფეხბურთელია თუ ენერგეტიკოსი, ამაზე არ იქნება არანაირი მნიშვნელობა. უკაცრავად ისიც სხვათა შორის ძალიან დადებითი იყო და ახალი კულტურის შემონტანი იყო და უკარგოთ პატრიკ კითხვები გაჩნდა გამყოლედზესთან დაკავშირებით და მან მოხსნა იმ წუთში საკუთარი კანდიდატურა და უკვე თამასამ აიწია ესე. აიწია, კი, ნუ ამასთან დაკავშირებითაც ვკითხულობ, არის ბევრი მოსაზრებები, მაგრამ თავარი მაინც მე ვფიქრობ, ჩვენ საერთოდ ბოლო 20 წელია შევეჩვეთ არაფერს ვკეთებდა მინისტრებს, რომლებიც მოხსენება, კვარტალური მოხსენება, ყოველთვიური მოხსენება, ჯანდაცვის მინისტრი, ვინც არ უნდა იყოს ამ ადამიანს არის ნოს ქართული საზოგადოება, რომელიც დღეს წარადგინეს, ყველა ელოდება, რომ 6 თვე რო გავა, წელიწადი რო გავა, წელიწადი და 6 თვე რო გავა, კიდე გვეყოლება თუ არა, მე თბილისის საკრებულოს წევრი ვარ მაგალითად და ბევრი მოდის ჩემთან ასეთი ადამიანები, რომლებიც დაიღუპებიან იმის გამო, რომ საკმარისი რესურსი არ აქვს, რომ სამართლობაში დავუშვათ თანხა. ეს არის მთავარი და იქ დავუშვათ ვიღაცა რაღაცას სწორად იტყვის, არ იტყვის განცხადებას, ეს მეორე, მეხუთე, მეათე ხარისხოვანი არის. რაც შეეხება რას თქვენ არ ახსენებთ ოპონირებას, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი. აი მე ვთქვი რომ ფრთიანი ანგელოზები არიან მეთქი წინა მთავრობასთან შედარებით, მაგრამ წინა მთავრობა დაღუპა იმას, რომ სულ თავის თავს ადრიდნენ შევარდნაძის მთავრობას. და ეს არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ნიშნული. ეხლა რომ სააკაშვილთან შედარებით, ეხლა ვინც არ უნდა დაინიშნოს, ყველა გააკეთებს, რა თქმა უნდა, ყველა საქმეს უკეთესად. ყველა უნდა იყოს ჩემი აზრით მუდმივი ოპონირების რეჟიმში და სწორია პოლიტიკურ ოპოზიციასთან. მე ვთვლი მე ეს შევთავაზე ახალ ხელისუფლებას ჰქონდა რამოდენიმე განცხადება, რომ უნდა მოინახოს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან თანამშრომლობის ფორმები. მე მესმის რომ ეს არ არის ორდინალური ფორმა, შეიძლება საფრანგეთში და გერმანიაში, მაგრამ ეს ძალიან მიღებული ფორმა არის ჩვენი ტიპის ქვეყნებში. მესმის ისიც და არ უარყოფ რომ 100-ჯერ მეტი და 200-ჯერ მეტი ხმები მიიღო ეხლა ქართულმა ოცნებამ ვიდრე დავუშვათ პარლამენტის გარეთ დარჩენილმა ყველა პარტიებმა ჩვენ ერთად ჯამში მივიღეთ, მაგრამ ესეც მე ვფიქრობ კარგად გვესმის ეხლა რა ვითარებაში და როგორ მოხდა.
ჩვენ არ გვჭირდება ეხლა ეს თუ ახალი მთავრობა ჩათვლის რომ დავუშვათ ზედმეტი ვართ ამ პოლიტიკურ სისტემაში ეს მათი გადასაწყვეტი არის, მაგრამ მე ჩემი მხრიდან ეხლა მე ჩემი პარტიის თავისუფალი საქართველოს სახელით შემილია ვილაპარაკო, ჩვენ ვაცნობიერებთ იმას რომ მოვეკეცით რაღაც ახალ ველში, როცა უნდა ვიყოთ დიახ ოპონირების რეჟიმში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყოველდღურად უნდა ვიცხოვდეთ ვიღაცის დაპატიმრებას, გადადგომას, ჩამოხრჩობას და ასე შემდგომ. მე პირადად აი ფსიქოლოგიურად რაღაცნაირად ამ ვითარებას ვეჩვევი. რამდენად ახალი მთავრობა მონახავს ეხლა იმის ფსიქოლოგიურ რესურსს თავის თავში რომ ეთანამშრომლოს პოლიტიკურ ძალას, რომელთანაც დავუშვათ 100-ჯერ მეტი შედეგია ჩვენ ჩვენ დავინახავთ უახლოეს დღეებში, თუმცა მე ვთვლი რომ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა რომ იყოს ჯანსაღი, ამისთვის უკეთესი იქნება. ალბათ მე მგონია რომ მე უფრო ბუნებრივად ვიქნები დავუშვათ ან იგივე გამყრელიძე თუ ვინ არის კიდე პარლამენტის გარეთ დარჩენილი ოპოზიცია ამ როლში ვიდრე ძალიან სასაცილო იქნება. ხო ვანო მერაბიშვილი რო გამოვიდეს და თეატრი ლუკიანი გააკრიტიკოს რომ რაღაც უფლებები ილახება, ან კორუფციის საკითხებზე რო აკრიტიკოს ეხა მაგალითად დავით ბაქრაძემ რომელიმე ეკონომიკური ბლოკის მინისტრი. არ იქნება ეს ჯანმრთელი და კახა, ჯანმრთელი არ იქნება და მე ამას გულისხმობდი, როდესაც ვფიქრობ დავსაკითხს ის რომ ოპოზიცია თავისთავად არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რამდენი ადგილი გაქვს პარლამენტში. გარკვეულწილად ეს უნდა ნიშნავდეს მოსახლეობის რაღაც გარკვეულ განწყობას. ეხლა ამ პროგნოზს რო ვაკეთებ, ყველას გვაქვს ამ პროგნოზის უფლება, მithumetes გარკვეული გამოცდილებაც გვაქვს და სულ ცოტა ხანში ყველაფერი მოვლენა იქითკენ მიდის და კი ბატონო ის კვლევებიც ესე ვთქვათ არსად არ მიდის და გამოაჩენს რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი როგორც მე ვთქვი გახდება აბსოლუტური ნული და ეს კარგი პროგნოზი და წავა მალე ალბათ ნულს ქვემოთ, როდესაც ბევრი საგვირო საქმე კიდევ ცნობილი გახდება. აი ამ ვითარებაში მე რატომ მოგახსენებთ თქვენი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და საზოგადოების, იმიტომ რომ ფაქტობრივად აღმოჩნდება რომ ქართულ ოცნებას თუ მხოლოდ იმაზე ვიღებთ, ეყოლება ძალიან ფორმალური ოპოზიცია. ამ შუბაკ 60 იქნება თუ 70 თუ მაგით დამთავრდება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერები. გეთანხმებით მე აბსოლუტურად, იმიტომ რომ როცა ვსაუბრობ დემოკრატიულ სისტემაზე, ეს ოპოზიცია ზოგს ახლა მე ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ ჩვენ ადგილს ვეძებთ. უბრალოდ ამ სისტემას თუ დემოკრატიულ სისტემას ვაპირებთ, ჭირდება ეს. ნაციონალური მოძრაობა ვერ იქნება, იმიტომ რომ დანაშაულებრივი ბანდა ეხა რომელსაც აგერ წულუკიანი ყოველდღე ემუქრება, რომ უნდა ჩაყაროთ ციხეებში, ხო ვერ იქნება ეს ბუნებრივია პოლიტიკური ოპოზიციის როლის შემსრულებელი. შიგნით კოალიციის დაყოფაც ეს რაღაცა თორთლაძის მსგავსი ეხა ხელოვნური სატელიტური პარტიებიც ამ ფუნქციას ვერ შეასრულებენ. ამიტომაც მე არ ვამბობ, რომ დავუშვათ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ვინმე სადმე უნდა დანიშნონ ან რაღაც. არა, ჩვეულებრივ, აი მაგალითად საკონსტიტუციო კომისია იქნება, საარჩევნო ჯგუფი იქნება, ელემენტარულად დებატების რეჟიმი ასთა გაზიარების რეჟიმი ჩემი აზრით თუ იქნება ეს წაადგება იმას რომ ახალი მთავრობაც არ ჩადგეს ფრთიანი ანგელოზების ფორმაში. მე მახსოვს კარგად და შენ კარგად გახსოვს ჩვენ კოლეგები ვიყავით იმ პარლამენტში 2004-ში, 5-ში, 6-ში 3 წელი ვიყავი მე ოპოზიციაში, როცა ჩემს საკუთარ ოჯახში არ ესმოდათ, რატომ ვაკრიტიკებდი მიხეილ სააკაშვილს. და საზოგადოება თვლიდა რომ აი არ შეიძლება ახლა კრიტიკა რა გინდა გზებს აგებენ, პენსიებს არიგებენ, დენი გვაქვს 24 საათი და რა გინდა რას ერჩი ამ კაცს. როცა მე ვამბობდი რომ ვიღაცა ის უფლება რა აჩაღებსიც ავნებოდნენ და იყო ეს მომენტი და ეს 3 წელი რო არ დაიკარგოს და ზოგადად ის პერიოდი რო სანამ მაინც და მაინც თაბუკაშვილის კორპუსი არ დაინგრევა, იქიდან რო არ დაიწყოს ნიშნული, მე მგონი ნორმალური რეჟიმი არის ზუსტად ის, რომ არის ხელისუფლება, რომელსაც ახლა უპირობონდობა ქართული საზოგადოების მიმართ, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული აზრის პოზიციებიდან არ შეიძლება რაღაც გარკვეული ალტერნატივების შეთავაზება. მით უფრო ძალიან საინტერესო თქვენ ახსენეთ ერთი მომენტი, რომ ოპოზიცია ამ სიტყვის თვითონ ლათინურიდან რაც მოდის, ნიშნავს, რომ განსხვავებული აზრი ვის აქვს? ნაციონალურ მოძრაობას აქვს მანდატები, მაგრამ არანაირი განსხვავებული ხედვა და საერთოდ ხედვა მას არც ერთ საკითხზე არ გააჩნია. ჩვენ გვაქვს ჩვენი განსხვავებული ხედვები, ხო იგივე საგარეო პოლიტიკაზე, სოციალურ პოლიტიკაზე, რომელიც შეიძლება ჯერჯერობით რაღაცა პატარა პროცენტს ასახავდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში განსხვავებული ხედვა სხვას არავის არ აქვს. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი იქნება ესეთი ოპონირების და დებატების რეჟიმი, ეს წაადგება პირველ რიგში ახალ ხელისუფლებას იმისთვის, რომ თვითონ იყოს მუდმივად კონკურენტულ რეჟიმში. მიხეილ სააკაშვილმა ახსენა ეხლა და სწორი თქვა ეს. ნაციონალური მოძრაობა დაინგრა იმის გამო, რომ თვითონ დაანგრიეს ის როგორც პარტია, თვითონ გამოვიდა ის კონკურენციის რეჟიმიდან, როცა ერთ დღეს მიხეილ სააკაშვილმა როცა ხელისუფლებაში გადავიდა, ჩათვალა, რომ მას პარტია აღარ ჭირდებოდა და ნაციონალური მოძრაობა გახდა ერთ-ერთი სამინისტრო. სადაც უბრალოდ ხალხი ხელფასების გამო ბუკლეტებს არიგებდა, მაგრამ ეს არ იყო თანამოაზრეთა გუნდი. მე დახვდეთ ეხა ეს წინ ამ 2012 წლის არჩევნებზე. მე მგონია რომ იგივე შეცდომებით ეხა ნამდვილად არ წავა ახალი ხელისუფლება, რომელსაც ძალიან დიდი გამოწვევებიც აქვს და ძალიან დიდი ნდობაც აქვს ქართული საზოგადოების მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ესა იქნება და მithumetes ალბათ მთელი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრიც უნდა ემზადოს მრავალპარტიულობაზე გადასვლიდან, ეს ვფიქრობ მოსამზადებელია და უნდა ემზადოთ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის და ადგილობრივი თვითმმართველობა. მე განსაკუთრებით კიდე იმედი მაქვს, რომ ისეთი არჩევნები ჩატარდება, რეჟიმი მომზადდება, სადაც ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას
პარტიას განურჩევლად მას არ იქნება სადარდებელი რომ მისი ხმები იქნება დაცული. პრინციპში ეს იქნება ალბათ დემოკრატიის ტესტი. სხვათა შორის ეხლა რომ ჩატარდა განმეორებითი კენჭისყრები, ხალხმა ნახა რას ნიშნავს ცხოვრება ნაციონალების გარეშე. აი პირდაპირ მიდიოდნენ ფურცელს აგდებდნენ ყუთში, აი მეტი ხო არაფერი არ არის ეს არჩევნები. და ჩვენ გვახსოვს რომ როცა ნაციონალები ჯერ კიდევ ქვეყნის რეალურად მართვის ბერკეტები ჰქონდა, რამდენი ტრაგედია და რამდენი ესე იგი უბედურება იყო დაკავშირებული აი ამ მარტივ პროცედურასთან ბიულეტენის ყუთში ჩაგდებასთან. მე იმედი მაქვს რომ ადგილობრივი არჩევნები იქნება ზუსტად მარტო ბიულეტენის ყუთში ჩაგდება და აღარ მოგვიწევს ჩვენ ბიომეტრიული თითის ამბეჭდები და რაღაცა ასეთი რეჟიმებით საარჩევნო კოდექსების შედგენა. თუმცა იმავდროულად მე ვფიქრობ რომ ოპოზიციური პარტია უნდა იყოს ისეთი თვითონ ხელისუფლება ახლა ნებისმიერ ქვეყანაში ასე რომელსაც არ თვლი რომ ქვეყნის ტრაგედია არის თუ კი არჩევნებს მოიგებს თუნდაც რომელიმე თვითმმართველობის დონეზე. ახლა ნაციონალური მოძრაობა იმიტომაც ვერ იქნება ახლა ოპოზიცია რომ ნაციონალური მოძრაობის მობრუნება გინდა ადგილობრივ გინდა ცენტრალურ დონეზე ხელისუფლებაში ეს ქვეყნის ტრაგედია არის ეს ვერ იქნება ხელისუფლების როტაცია და ამას საზოგადოება ვერ შეაფასებს. თუმცა ალბათ ეს რასაკურველი ტრაგედია თუმცა ამავე დროს ეს არის აბსოლუტურად ბროტი უტოპია ახლა ეს. გესახმებით ეს უტოპია არის და ამიტომაც არის რომ ამიტომაც ვერ როცა უტოპია არის ის რომ შეიძლება პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოვიდეს ზუსტად ამიტომაც ეს არ არის ოპოზიცია. ეს არის პოლიტიკური ძალა რომლებაც ერთი რაღაცა უცებ აღმოაჩინეს 2 ოქტომბერს კარგად როცა ეგრევე არ დაიჭირეს რომ ძალიან კარგი არის თუ ოპოზიცია ქვია მინიმუმ იმის გარანტიას იძლევა რომ ან არ დაგიჭერენ ან თუ დაგიჭერენ რომ რაღაცა გასამართლებელი საბუთი გექნება როგორც მინიმუმ ევროპული საზოგადოების წინაშე. მათთვის ეს არის ახლა მანტია როგორ გადაკეთონ საზღვრები როგორ გაიტანონ კაპიტალი და მოკლედ როგორ არ აღმოჩნდნენ ბრალდებული სკამზე. ეს არის მათთვის ოპოზიციონერის სტატუსი და არა ის რომ დაუშვათ ბიუჯეტი აკრიტიკონ კონსტიტუცია აკრიტიკონ ან რაღაცა საკანონმდებლო ალტერნატივები შემოიტანონ ახლა რომელიმე მათგანმა. ძალიან დიდი მადლობა კახა და მე გარკვეულწილად ესეთი არა ფუნდამენტალური მაგრამ გარკვეული კვლევები რომ ჩატარდა და თქვათ რომ კითხეს მოსახლეობის ძალიან ნაწილმა ყოველ შემთხვევაში უცებ სწრაფი გამოკითხვა ჩატარდა და შედეგი ვნახე ოპოზიციური პარტია დაასახელა სწორედ თქვენი პარტია. და ამავე დროს მე ჩემთავს ვიცემ რომ ეს შედეგები მაინც იყო ექსტრემალური ვითარებაში ჩატარდა ეს არჩევნები და ჩვენ უნდა დავუცადოთ უკვე გარკვეულწილად იმ არჩევნებს როცა მართლა შეგვეძლება ჩვენი შეხედულებების მიხედვით ვარჩევთ პარტიები. ეს იყო რაღაც გარკვეულად მართლაც დიდგორის ბრძოლა იყო და დიდგორის ომში დაიცვა ქართველებმა საკუთარი თავი. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ჩვენ შევხვდებით რეკლამის შემდეგ. გრძელდება კონსულიუმი და ჩვენი სტუმარია რევა საკევარაშვილი ეკონომიკის ცენტრის ანალიტიკის დირექტორი. რევას ეს დღეს ბევრი ამბავი დაგვატყდა. ერთი მსხვილ გუშინ გამოგზავნდა მინისტრი ფინანსთა და რაღაც სრულიად ბუნდოვანი და გაუგებარი თავის არსით და დანაშაულებრივიც კი ესეთი ვთქვათ წინადადება ბრძანა თუმცა რამდენად ვიცი წერილობით ჯერის არავის არ აქვს დანახი და მან გადაწყვიტა რომ ესე ვალი ჩამოაწეროს ტელევიზიებს და ტელევიზიიდან მხოლოდ 2 ტელევიზიასაა კვალი. დღეს ვიგებთ რომ ოჯახს დაუბრუნა სახელმწიფო მესეჟღერს ტელევიზია თუმცა რამდენადაც ვიცით ამას კერძო ფლობელები ყავდა და ჯერ კიდე გუშინ ლამდე ძალიან ყინჩათი იყვნენ და ამტკიცებდნენ რომ მათი იყო. ესე იგი რა გამოდის საბოლოოდ როგორ არის ეს ფული ხაერში კიდია უნდა გადავიხადოთ ჩვენი ჯიბიდან ანუ ბიუჯეტიდან ეს ვალი და თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი. ჯერჯერობით როგორც ერთის მეორე შემთხვევაში ვერ ხედავ დოკუმენტებს ანუ რის საფუძველზე ხდება იგივე ოჯახისთვის დაბრუნება ან რა ფორმით ხდება ერთი მხრივ და მეორე მხრივ ეს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის და ეს მნიშვნელოვანი მომენტია რომ ის მოვალეობის შემსრულებელია გარდამავალ ეტაპზე და არაფერი სხვა. ინიციატივა იმასთან დაკავშირებით რომ მოხდეს გარკვეული საგადასახადო ამნისტია ტელემაუწყებლების მიმართ. ახლა ფაქტად რჩება რომ ტელემაუწყებლების მიმართ ამნისტია მოხდა 2010 წელს საკმაოდ მცირე პერიოდის წინ და რეალურად მაშინაც ჩვენ ვნახეთ ვინ ისარგებლა ამით. ახლა როგორც წესი ის ტელემაუწყებლები რომლებიც პოლიტიკურად არახელსაყრელნი იყვნენ თუ შეიძლება ასე ითქვას მათ არაფერი არ ქონდათ გადასახდელი იმიტომ რომ მიმდინარე რეჟიმში ძალიან ჩვეულებრივად ახდევიებდნენ გადასახადებს. რაც შეეხება იმ ორ ისე როგორც ყველა სხვა ფირმა გასაკვირველია და საკმარისი იყო 100 ან 200 ლარიანი გადაცდომა რომ ჩვეულებრივად იხდებოდა დაჯარიმება საურავების დარიცხვა თანხების ავტომატურად მოჭრა და ბიუჯეტში წაღება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 2010-ში ეს მოხდა ერთხელ ამნისტირებული იყო 36 მილიონი ლარი რომელთაგან ძირითადი ნაწილი მოდიოდა სწორედ ამ ეგრეთ წოდებულ საერთო ეროვნულ არხზე 2-ზე და რეგიონული ტელეკომპანიების იმ დიდ ნაწილზე რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი ჩინების ან მათი ოჯახის წევრების დაქვემდებარებაში იყო როგორც წესი ასევე ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებულების ანუ რის თქმა უნდა ჩვენ ეს ერთხელ უკვე გავიარეთ რეალურად ჩვენ დავინახეთ ის რომ ამ გადაწყვეტილებით რომელიც თეორიულად ძალიან კარგი უნდა ყოფილიყო პრივილეგირებულ მდგომარეობაში არსებურმა ტელემაუწყებლებმა კიდევ უფრო მეტად პრივილეგირებული მდგომარეობა მოიპოვეს მათ უბრალოდ
ძალიან მარტივად ვთქვათ, შერჩათ ის დანაშაული, რომლის გამოც ასობით და ათასობით ადამიანი დღეს ციხეშიზის დღესაც ჯერ კიდევ. დანაშაულად შერჩა და ფულად შერჩა. დანაშაულად ფულად და როგორც ჩან დღესაც რაღაც ამის მაგვარი იყო, ხა კიდე ერთხელ ვამბობ, მე რეალურად რა კი დოკუმენტი ვერ ვნახე, ძალიან რთულია მხოლოდ თეორიული განცხადებაზე დაყრდნობით მსჯელობა, მაგრამ სწორედ ეს იყო ნათქვამი, რომ თუ თქვენ ტელემაუწყებლები მოგმართავთ თხოვნით, ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ ჩამოგაწეროთ ჯარიმები, საურავები და ასე შემდეგ. მე კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ეს განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, რომელმაც ზუსტად იცის, რომ მისი, ასე ვთქვათ, უფლებამოსილების ამოწურვამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და ის მხოლოდ იმიტომ არის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, რომ გარდამავალ ეტაპზე გადამდგარი მთავრობის წევრებს დაევალათ მოვალეობის შესრულება. რეალურად ეს გადაწყვეტილება ძალიან ორგანულად ის იმ საკანონმდებლო კონვულსიების ჩარჩოებში, რომელიც ბოლო დღეებში დავინახეთ, ხო, როდესაც საკანონმდებლო მაცნეში ყოველდღე რაღაც ახალი სურპრიზი გვხდება, ხან სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურებს იმსახურებს ქვემდებარებს პრეზიდენტი, ხან მოსმენების სერვისი ქვემდებარებს, ხან არ ვიცი თვითმმართველობის წარმომადგენლებს საკუთარი ნებით, ასე ვთქვათ, ერთჯერადი გადაწყვეტილებით უზრდით შემოსავლებს, ხარჯებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს სწორედ გავს აი იმ გადაწყვეტილებათა წყების ერთ-ერთ რგოლს, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობა ცდილობს დარჩენილ დღეებში, დარჩენილ დროში მოახდინოს, ასე ვთქვათ, მეტნაკლები საკანონმდებლო უზრუნველყოფა თავისი და იმ გარანტიების ცოტა უფრო მეტად საკანონმდებლო წესით გამაგრება, რომლებიც როგორც ჩანს, მათ ძალიან სერიოზულად ჭირდება. რეზო, აი ხა იურისტი არა ვარ, მე რასაკვირველია, მაგრამ საკითხი ესე დგას. ეს ტელევიზია წაართვეს თავის დროზე პატარა კაცის შვილს, მაგრამ გამოჩნდა ვიღაც ადამიანები, მათ შორის არველაძე, კიდევ არიან ვიღაცები, კეის ფიგურირებდა და ბევრი საინტერესო საზოგადოება, რომელთაც ამტკიცებდნენ, რომ ეს მათი იყო და იყო მათ ფლობელობაში. ეხლა აღმოჩნდა, რომ მათ აღიარეს, რომ ეს მათ ფლობელობაში არასწორად იყო და ეხლა უკან უბრუნებენ, საინტერესოა იქ სიტყვა ეს არის და კიდე დოკუმენტს და ხალხს უქნიან თუ როგორ ხდება, უბრუნებენ, მაგრამ ამ ტელევიზიას მიყვება მინიმუმ 15 მილიონი ვალი. მარტივად ხო არ დგას საკითხი, რომ რა შუაშია უბრალო გადასახადის გადახვდელი ვისის ფულიც არის ბიუჯეტში და ამ ბატონებმა ხომარ უნდა ეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ხომარ უნდა გადაიხადონ. შეკითხვა, რაც ამ დროს იბადება, მაგრამ პრეისტორიად საქმე ძალიან საინტერესოა. ახლა რა პირობებში მოხდა ტელეკომპანიის წართმევა, რა მეთოდით წაიღო იგივე ჯოზეფ კეიმ, რომელიც იმ შემთხვევაში ძალიან საეჭვოდ დაემთხვა თავის ინტერესებში საქართველოს ხელისუფლების ინტერესებს, როგორ მოხდა მერე ამის გადაყიდვა ეგრეთ წოდებულ რაკინ დეველოპმენტზე, რომელმაც თქვა, რომ ის სულაც არ იყო რაკეინი და უბრალოდ მისი სახელის გამოყენება იყო ამ შემთხვევაში წინა პლანზე წამოწეული. შემდეგ მოხდა კიდევ არაერთ გზის გადათამაშება და მე ბოლოს მახსოვს ბატონი არველაძის განცხადება იყო, რომ მან აქციები მიიღო იმის გამო თურმე ტელეკომპანია იმედის, რომ ის ეფექტიანად მართა და მესაკუთრეებმა ადგენდა აჩუქეს ეს აქციები. ხა იქ ძალიან ბევრი საინტერესო აქციონერი ფიქსირდება და ბატონი ყორახაშვილი, რომელიც ერთ-ერთი კომპიუტერული ფირმის დირექტორია აქ და წარმომადგენელი ნინო ჩხეიძის ქმარი ცნობილი მომღერლის, ხო? კიდევ სხვა ადამიანები, ანუ რა ხდებოდა ამ იმედში, ჩვენ არც ერთმა არ ვიცით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შედეგს ხედავთ იმას, რომ 2010 წელს ჩამოწერილი ვალების შემდეგ იმ პირობებში ამასაც მინდა ხაზი გაუსვა, როდესაც ისინი თბილისის მერიიდან, სხვადასხვა სამინისტროებიდან, მოწმენდილი სარეკლამო სივრცის პირობებში, კომერციული სტრუქტურებიდან, ბანკებიდან გარანტირებულად იღებდნენ ათეულობით მილიონ შემოსავალს, ელემენტარულად ბიუჯეტში არ იხდიდნენ. კვლავ მოახერხეს არასრული 2 წლის განმავლობაში 14 მილიონი დოლარი. ეს იყო ხელშეწყობილი და როგორც ბიზნეს თვალსაზრისით ძალიან წარმატებული, იმიტომ რომ მათ მონოპოლიზირებული ქონდათ რუსთავთან ერთად ერთის მხრივ სარეკლამო ბაზარი და მანდ მიდიოდა ყველაფერია ჩვენ შესვენებაზე ვიცინოდით და აი ახლა გამოჩნდა 2-3 დღეა რეკლამა მეცხრე არხის და მაესტროს ეთერში ვიცით და ამ ფულს პროიტყვია პირდაპირ ჯიბეში იდებდნენ კონკრეტული ადამიანები, ახლა გროგოდენ ინაწილებდნენ პარტიაში მათი საქმეა, პლუს ამას იღებდნენ ვალებს და ამასაც ჯიბეში და პლუს გადასახადებსაც არ იხდიდნენ. მე არ ვიცი, მე მართალი გითხრა, ძალიან მაინტერესებს მთელ ამ ისტორიაში იგივე ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახურის პოზიცია და მათი ახსნა განმარტება რანაირად ახერხებდნენ ისინი, რომ გამოპარვოდათ, როგორ გროვდებოდა 14-15 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანება. ხა მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ რო გქონდა უბრალოდ მოქალაქეებს, ხო? 10 ლარი დავალიანება რო გქონოდა, ამის ამოსაღებად სახშიც მოვიდოდნენ, ბინასაც აგვიწერდნენ და თუ რამე სხვა ფორმით ვერ დავაბრუნებდით, ამ ქონების რეალიზაციიდან წაიღებდნენ ამ თანხას, ხო? აქ ლაპარაკი 10 მილიონობით ლარზე. აი ეს არის სწორედ საინტერესო, როდესაც გუშინ ფინანსთა მინისტრი ბძანებდა და ისე გახსნა, ესე იგი სალარო როგორც საკუთარი ჯიბე. ხო არ არის გარკვეულწილად დადაშაულში შეთოფვა, როდესაც ის და მისი უწყება თვალებს ხუჭავდნენ
როცა როგორც კომპანიებს უგროვდებოდა თვალი. კიდე ერთხელ ვიძახი, დოკუმენტურად ბევრ რამეს ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ, მაგრამ რაც ასე ვთქვათ, გარეგნული დათვალიერებით ჩანს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ ვხედავთ სუმცირე ორი ტიპის დანაშაულის ნიშნებს. ერთი მხრივ, როდესაც არ იხდიდნენ გადასახადებს და სწორედ ამას აკეთებდა იგივე იმედის მენეჯმენტი, რომ წლების განმავლობაში როგორც ჩანს გადასახადს არ იხდიდა და აგროვებდა ამ დავალიანებას და მეორე მხრივ ლაპარაკია საკუთარი ფუნქციების შეუსრულებლობაზე, რაც აყენებს ძალიან სერიოზულ ზიანს სახელმწიფოს. ახლა, როდესაც შენ იცი, რომ ერთ-ერთეულში რომელიღაცაში არსებობს 15 მილიონი ბიუჯეტის წინაშე დავალიანება და ამ დავალიანებას არ იღებ, ეს ნიშნავს, რომ შენ ამ დანაშაულის დამფარავი და თანამონაწილე ხარ. სწორედ ეს პოზიცია ქონდა შემოსავლების სამსახურს დღემდე. ახლა მე არ ვიცი, შიგნით შეიძლება რაღაც ოქმები დგებოდა რა გადავადების ან რაღაც სხვადასხვა ტიპის манипуляციების გამოყენების თაობაზე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. შემოსავლების სამსახურმა 2 დღით გახსნა ინფორმაცია გახსოვთ ეს ივლისში მოხდა ხო თუ აგვისტოში და ჩვენ დავინახეთ რომ არა მარტო ტელეკომპანიებს ბევრ სხვასაც ჰქონდა ელემენტარულად დაგროვილი ათეულობით მილიონი ლარის გადასახადი ბიუჯეტის წინაშე. ხა მე რაღაცები ამოვიღე უბრალოდ სამინისტროები ხო? სოფლის მეურნეობის სამინისტრო 7 მილიონი ლარი ქონია დავალიანება. სასჯელ აღსრულების დეპარტამენტს 5 მილიონი ლარი ქონდა დავალიანება. აღარ ვლაპარაკობ მუნიციპალიტეტებზე, სენაკის მუნიციპალიტეტს ქონდა 1,800,000 რაღაცნაირად მოუხერხებიათ ამის დაგროვება. შეპოსა სახელმწიფო უზრუნველყოფას, რომელიც პრეზიდენტმა სასწრაფოდ გადაიქვემდება რა არჩევნების შემდეგ. 12 მილიონ ლარამდე საბიუჯეტო დავალიანება გააჩნია. ისინი ამას უბრალოდ არ იხდიდნენ. ამ სახაზინო კოდებს არავინ არ ეხებოდა და როგორც ჩანს ეს იყო ესეთი აბსოლუტურად ღია სივრცე, რომელშიც ძაღლი პატრონს ვერ. აი, ხარა საინტერესოა თქვენ რომ დადეთ სახელმწიფოს როგორც აქ ესეთი მესვეურებმა ნაციონალს ეიფიქრეს, რომ ეხლა ამას საწავლენ ამ ვალს დავტოვებთ და ნუ გადაიხდის ეხლა ახალი ესე ვთქვა ხელმძღვანელობა. ეს კერძოა. ანუ ძელი სიტუაცია რა არის, რომ ფაქტობრივად ესეთია, ჩვენ მოვედით, წავართვით ბადრი პარაკაცაშვილს, ერთხელ დავაფარინეთ თვალწვდები 20 მილიონამდე დაიფარა ხო მაშინ. 20 მილიონი ერთხელ დავაფარინეთ, 15 მილიონს კიდე ბიუჯეტი დაფარავს აბარა ხო და ისაქვდა და ჩვენ ამას ჩავიდებთ თკბილად კიდევ ხო ბევრი გვაქვს ჩადებული თკბილად ჩავიდებთ და აბატონო ვაჩუქებთ რა კაი ბიჭები ვართ ესე ვთქვათ ტელევიზიას და უნდა ვთქვათ ისიც რომ ბოლო ვთქვათ რა იმის უკან დგას რომ 15 მილიონიანი ტელევიზია როცა არ სადედა ხარკს აღარ ელოდებიან მათთვის უბრალოდ არის ესე ვთქვათ წამგებიანი. ფაქტია რომ მე ახლა ბიზნესმენებთან ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან აქტიური კომუნიკაცია მაქვს და ძალიან ბევრს აქვს უკვე სურვილი რომ ასე ვთქვათ წლების განმავლობაში ასე ვთქვათ სულ სხვა მექანიზმებით იზოლების ღონისძიებები რაც გულისხმობდა ტელეკომპანიებში ეგრეთ წოდებულ საერთო ეროვნულ მაუწყებლებში რეკლამის მიტანას უბრალოდ ამაზე უარი თქვან ყველაფერს თავი დავანებოთ ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ამ არხებს დღეს რეიტინგი აღარ აქვთ მათ აღარ უყურებენ და მე ბოლოს უნდა ვთქვა რომ მე მაქვს კოდირული ეჭვი რომ შეიძლება ჩვენ არველაძე მალე ვიხილოთ ადეიშვილს გაყოლებული დამსახურებულ შებულებაში როგორც ამბობ ხო არ ვიცი კოდირული ეჭვი ამასთან დაკავშირებით არსებობს მით უმეტეს რომ ბატონ არველაძესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს არა მხოლოდ იმედის ხელმძღვანელობის პერიოდიდან ჩვენ გვახსოვს ის ეკონომიკის მინისტრიც იყო და იმ პერიოდში ბევრი არანაკლებ საეჭვო რამ ხდებოდა საქართველოში ვიდრე ისე იმ ევროპაში რომელსაც ხშირად თამობდა ხოლმე სააკაშვილს როგორ დაშენება წესით ახლა არველაძე აქ უნდა ბრძანდებოდეს თვითონ უნდა მოდიოდეს და უნდა დააცხადებდეს მებზად ვარ უპასუხო ყველა შეკითხვას მე ეჭვი მაქვს რომ ეს ჩვენ ამ პასუხებს ნაკლებად მოვისმენთ რეკლამის შემდეგ ჩვენ ურეკიდეთ ჩაგორთება ხათუნა ლაგაზიძე გრძელდება კონსილიუმი და ჩვენ ახლა ურეკიდან ჩაგვერთვება ქალბატონი ხათუნა ლაგაზიძე პოლიტოლოგი ხათუნა მოგესალმები და მე ვინაიდან გვაქვს სამწამიანი პაუზა მე პირდაპირ დავიწყებ შეკითხვით გუშინ ნაციონალურ მოძრაობას შეიკრიბა თქვათ თავის ახალ ოფისში და გენერალურმა მდივანმა გადაცხადა რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიზანი და ამოცანა არის და იქნება ხელისუფლებაში დაბრუნებაო. მეორე მხრივ ბიძინა ივანიშვილმა დღეს გააკეთა რომ ნაციონალურ მოძრაობას საქართველოში არსებულ ყველა პატარა პარტიაზე ნაკლები შანსი აქვს ხელისუფლებაში დაბრუნებისო. როგორც ჩანს ხათუნა ურეკიდან ამ ნაციონალური მოძრაობის შანსები აი დღეს 4 გუბერნატორი დანიშნეს 4 გუბერნატორი რო იტყვიან თავაწეული გაემართა რეგიონებში მართალია მათაც გამგებლის დანიშვნა შეუძლიათ არც მოხსნა არავითარი საკადრო გადაწყვეტილება და ნებისმიერ ეკონომიკურ საკითხზე უნდა მიადგნენ მთავრობას, მაგრამ ისინი მაინც ესე იგი ვთქვათ მიდიან რაღაც ოპოზიციურ გუბერნატორულ რაღაც ჩემი გაგებით აბსოლუტურად აბსურდში, მაგრამ აი როგორ ხედავს რა მომავალი ელის ჩვენს ნაციონალურ მოძრაობას?
მოგესალმებით კიდევ ერთხელ მე პატარა გადახვევით დავიწყებ მინდა მიულოც საქართველოს კიდევ ერთი სამართლიანობის აღდგენა ამ მოკლე პერიოდში ტელეკომპანია იმედის დაბრუნების სახით და ცოტა სუბიექტური ვიქნები განსაკუთრებით ჩემს მეგობრებს რომლებიც ტელეკომპანია იმედზე და რადიო იმედში მუშაობდნენ და რომელთათვის პირადი ტრაგედია იყო იმედში დატრიალებული მოვლენები. ეხლა იმის შესახებ თუ რა ელის ნაციონალურ მოძრაობას მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ ნაციონალურ მოძრაობას როგორც პერსპექტიულ პოლიტიკურ ძალას მომავალი არ აქვს და ეხლა დაგესაბუთებთ რატომ. პირველი, იმიტომ რომ ალბათ ხშირად გაგიგიათ, როდესაც ავადმყოფი გარდაცვლილი მიყავთ საავადმყოფოში, ამბობენ ხოლმე რომ მოიყვანეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით. ნაციონალური მოძრაობის მოღვაწეობა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სწორედ რომ სიცოცხლისთვის, უსაფრთხოებისთვის და თავისუფლებისთვის შეუთავსებელი იყო. ეს გახლავთ უმთავრესი მიზეზი. მეორე მიზეზი ფაქტობრივად პირველის გაგრძელებაა. ნებისმიერი კრიტიკა, მათ შორის ძალიან კეთილგანწყობილიც კი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან აღიქმებოდა როგორც მტრის მიერ მათ საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. და აქედან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ისინი აღიქვამდნენ როგორც მტერს. შესაბამისად, მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკა ბოლო 8 წლის მანძილზე და განსაკუთრებით ალბათ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში იყო სწორედ ბრძოლა საკუთარ მოსახლეობასთან, როგორც მოსისხლე მტერთან. და მე მინდა დღევანდელი ამას წინათაც თქვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა მთავრობის წევრების წარდგინებისას, როდესაც ის საუბრობდა სწორედ ნაციონალური მოძრაობის პერსპექტივებზე, მან თქვა ასეთი რამ, რომ ჩვენ მოვეპყრობით მათ როგორც საქართველოს. და მე მინდა ხაზი გაუსვა სწორედ იმ განსხვავებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და ზოგადად ახალი ხელისუფლების მიდგომებსა და ნაციონალური მოძრაობის მიერ საკუთარ მოსახლეობასთან გაჩაღებულ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლას შორის გახლავთ და ეს ჩემთვის ძალიან დიდი იმედის აღმძვრელია. მესამე მიზეზი, რის გამოც ნაციონალურ მოძრაობას პერსპექტივა არ აქვს, ის რომ 1 ოქტომბრის 7 საათამდე ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობა და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად იყო იმისათვის, რომ ძალისმიერი მეთოდებით გასწორებოდა საკუთარი მოსახლეობის არჩევანს. რამაძლევს ამის თქმის საშუალებას. ის რომ ზუსტად 7 საათზე გამოქვეყნდა საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადება, რომელსაც ჰქონდა საოცრად შეშფოთებული ტონი და სადაც ის საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებდა, რომ ის პროცესები, რომელიც არჩევნების შემდგომ განვითარდებოდა საქართველოში, მალე და უმტკივნეულოდ არ დამთავრდებოდა და ამიტომ მათ თავი შეეკავებინათ ამ ტიპის პროცესებში მონაწილეობისგან, ანუ თვით ამერიკის შეერთებული შტატებიც კი როგორც ჩანს ელოდა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხს ძალისმიერი მეთოდებით და საკუთარი ხალხის არჩევას ძალისმიერი მეთოდებით გააუსწორდებოდა. მეოთხე მიზეზი გახლავთ ის, რომ ის რასაც დღეს ისინი აკეთებენ აბსოლუტურად არაადეკვატურია და აცდენილია რეალობას და არანაკლებ აღიზიანებას იწვევს მოსახლეობაში და კონკრეტულად რა მოგახსენებთ. სწორედ ის ბრძანებულება, რომლითაც მან საქართველოს პრეზიდენტმა ფაქტობრივად უკონტროლოდ დაიქვემდებარა ადმინისტრაციული ფინანსები, ის ბრძანებულება, რომლითაც მან დაიქვემდებარა სამთავრობო საკომუნიკაციო არხები, რაც მას საშუალებას მისცემს და მის ხელქვეითებს საშუალებას მისცემს სხვა ყველაფერთან ერთად მოისმინონ კვლავ და გააკონტროლონ. ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობა ექნებათ სამთავრობო კომუნიკაციები. ის რომ ისევ ამ გუბერნატორების დანიშვნას თუ მიუბრუნდებით და ყველაზე რეალური რაც მათ შეიძლება ელოდეთ ის არის რომ მათ გადადგომისთვის ასე ვთქვათ ადგილი და მასშტაბები აქვთ. და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ და პირველ დღეებში მათი აგრესიული ტონი ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი დღესაც კი ვერ არიან ადეკვატურები და ესეც კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ მათ მომავალი როგორც პოლიტიკურ ძალას არ აქვს. ხათუდა. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი ხათუდა მე კახაკუკავა მზადებოდა პირველ ბლოკში და მე მას ვკითხე და შეცვლიდა კითხო. როგორ ხედავ ჩვენ ვთქვათ ვართ ახლა რეჟიმში რომ კოალიცია მართალიას კოალიცია და ჯერჯერობით ესე ვთქვათ ეს არის საკმაოდ ჭიდრო კავშირი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, მაგრამ მაინც ეს ჯერჯერობით არის ერთპარტიული წარმონაქმნი. ვინ უნდა შეასრულოს პოლიტიკური ოპოზიციის როლი, როცა მე ვფიქრობ და ახლა ბევრი ექსპერტიც ამბობს, რომ როცა ნაციონალების სულბალი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ აი ეს
რამდენიმე ის 50 ადამიანი იყოს, ან ისიც არა, რომელიც პარლამენტში იქნება და რომელსაც ფაქტობრივად 0-იან 0-ზე ქვემოთ ექნება მოსახლეობის დობა და რეიტინგი. ვინ როგორ უნდა მოხდეს პოლიტიკური ოპოზიციის გამოკვეთა? მე ვფიქრობ და არა მხოლოდ ჩემი აზრი გახლავთ, ეს ყველაზე მტკივნეული თემაა თანამედროვე ქართული პოლიტიკის, იმიტომ რომ სასურველი იქნებოდა იმ ეპოქალურ ცვლილებებთან ერთად, რომელიც დაიწყო 1 ოქტომბერს საქართველოში, სასურველი იქნებოდა რომ ჩვენ რეალურად მიგვეღო მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც იქნებოდა ძალთა ბალანსი წარმოდგენილი, რაც გამორიცხავდა ყოველგვარი იმის განმეორებას საქართველოში, რაც ჩვენ ბოლო 8 წლის და თუ 9 წლის განმავლობაში ვიხილეთ. ამ ფუნქციას თქვენ სწორი ბრძანეთ ნაციონალური მოძრაობა ვერ შეასრულებს. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის მაიმედებდა ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, მრავალსუბიექტიანობა და მრავალშრიანობა და ის რაც ბევრს დავუშვათ ხინჯად მიაჩნდა და შეშფოთების საფუძველი იყო ბევრისთვის წინასაარჩევნო პერიოდში, ის რომ არ იყო დავუშვათ ქართული ოცნება ისევე მონოლითური მონსტრი, როგორც გახლდათ ნაციონალური მოძრაობა, მე მიმაჩნია რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ, სასურველი სცენარი განვითარებისა, როდესაც თავად ქართული ოცნების შიგნით წარმოდგენილი პოლიტიკური სუბიექტები შესაძლოა გახდნენ ერთმანეთის ოპონენტები გარკვეულ საკითხებში, რაც პოლიტიკური პროცესის სიცოცხლეს და მასშტაბურობას შესძენს. გარდა ამისა, ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც დარჩნენ პარლამენტს გარეთ, ალბათ მათ ნაწილს, რა თქმა უნდა, მე აქ არ გულისხმობ ყოფილი ხელისუფლების სატელიტ პარტიებს, რომლებმაც გაცილებით უფრო საფუძვლიანად დაამთავრეს თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა, ასე ვთქვათ, უკან მოუხედავად თუ შეიძლება ითქვას, ვიდრე ნაციონალურმა მოძრაობამ, მე გულისხმობ მათ, ვინც რეალური ოპოზიცია იყო, თუმცა თავისი წარმომადგენლობა ვერ ასახა პარლამენტში. გარდა ამისა, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ყველაზე საღი ძალისა, რომელიც სწორედ წინასაარჩევნო დიშვა, ეს გახლავთ საქართველოს სტუდენტობა, რომელიც დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე და უფრო ადრეც იყო რეალურად საქართველოში პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების მამოძრავებელი, მასუუნდგმულებელი, ასე ვთქვათ, გული, გონება და სისხლი. და სწორედ ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევა ერთ-ერთი მიმართული იყო იქეთკენ, რომ სტუდენტობა ან მოესყიდა, ან ჩაეკლა. და მოხდა ეს ყველაზე კარგი რამ და ეს არის ძალიან სერიოზული რესურსი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ სწორედ უახლოესი 4 თუ 5 წლის განმავლობაში იტყვის თავის სათქმელს. გარდა ამისა, ძალიან დიდი როლი ეკისრება სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ასევე იყო, ასე ვთქვათ, მარწუხებში მოქცეული ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში და მე ვფიქრობ, მათაც უნდა იპოვონ ახალი სუნთქვა და ახალი მასშტაბები შეიძინონ იმისათვის, რომ დროს ფეხი აუწყონ. ქართული ჩვენ ვამთავრებდა ერთი სიტყვა. რაც ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. ძალიან მოკლედ ჩვენ სულ ერთი წუთი გრჩება. აუცილებლად უნდა ახსრულდეს სამართალი. დიახ, აუცილებლად უნდა ახსრულდეს სამართალი და უნდა გამოინახოს ზღვარი სამართლის ახსრულებას და პოლიტიკურ ანგარიშწორებას შორის, რადგან ეს ასეთი მტკივნეულია დასავლეთისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, დასავლეთიც ვერ გაამართლებს იმას და ვერავის ვერ მოუწოდებს, რომ საქართველო უარი თქვას სამართლის ახსრულებაზე და სამართლის განხორციელებაზე მათ მიმართ, ვინც ამას იმსახურებს. და თუ გრჩება დრო, მე ორიოდე სიტყვით მინდოდა იმ ფუნდამენტურ განსხვავებაზე მესაუბრა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი მუდმივად აპელირებდა 2000 და სრულიად სხვა კონტექსტით შემოუბრუნდა ქართულ რეალობას 2003 წელს, როდესაც ივანოვმა გადააბარა ფაქტობრივად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადააბარა ფაქტობრივად სააკაშვილის ხელისუფლება ჯერ შევარდნაძისგან და შემდეგ უკვე აბაშიძისგან 2012 წლის ოქტომბრის ევოლუციის პროცესში ყველაზე აქტიური როლი შეასრულა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, რომელსაც ალბათ ისტორია აჩვენებს ძალიან ესეთი ეპოქალური წვლილი შეიტანა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესში და შემდეგ უკვე იმ პროცესებში, რომელიც ესე ევოლუციურ პროცესებში, რომელიც დღეს საქართველოში მიდის. ამიტომ იმ ფუნდამენტურ განსხვავებაზე საუბარი უბრალოდ სასაცილო ხდება დღეს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ასე ხშირად ახსენებდა და თუ ამ განსხვავებაზეა საუბარი, გამოდის რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ყოფილა რუსეთის მიერ ხელდასხმული, ხოლო ქართული ოცნება ამერიკის უპირველესი პარტნიორი.
ხათუდა და მე მინდა ძალიან მოკლედ ჩვენ დაახლოებით 1 წუთი გვჭება შენი გარკვეული პროგნოზი რომელიც ბევრი პროგნოზები შენი ხშირად მართლდება ნაციონალური მოძრაობის ბედის სამომავლოდ როგორ იქნება ის გაიყოფა თქვათ უფრო ერთმანეთთან დაპირისპირებულ ბანაკად გადაირქმევს სახელს თუ უბრალოდ გაქრება როგორც თოვლი მაისში და ჩაბარდება ესე ვთქვათ ისტორიას და მისი წევრები თანდათან ეცდებიან რომ აღარ იყვნენ ასოცირებული ნაციონალურ მოძრაობასთან ვასო ეს დიდად იქნება დამოკიდებული სწორედ იმ სამართლის აღსრულებაზე. მე ვფიქრობ რომ ეს საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ იმ პირების მიმართ, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ექცეოდა როგორც მტერს და ფაქტობრივად ქონდა ომი გამოცხადებული საკუთარ მოსახლეობასთან აღსრულდეს სამართალი. როგორც კი ეს პროცესები დაიწყება ნაციონალური მოძრაობა ამ სახით, როგორი სახითაც დღეს არსებობას მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შეეწყვეტს. რა თქმა უნდა, მისი ცალკეული პირები ეცდებიან გარკვეულწილად საკუთარი პოლიტიკური მომავალი გადაირჩინონ, მაგრამ ალბათ დადგება დრო, როდესაც ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირება იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი. ხათუნა ჯერ კიდევ სულ რაღაც 2 კვირის წინ, აი შეიძლება ითქვას 20 დღის წინ იყო ის რეალობა საქართველოში, როდესაც აი ჩვენი ტელეკომპანიასთან სულ ახლოს იუსტიციის სასახლე იხსებოდა და მაშინ სააკაშვილმა თქვა, დაახლოებით ესე მიმართა ამ სიტყვებით, რომ აირჩიეთ საქართველოს აირჩიეთ თქვენი ბედი რა გინდათ რაღაცა წარსულში დაბრუნდება თუ აი ეს გინდათ ის საქართველო, რომელსაც შექმნის ადეიშვილიო. ის ადეიშვილი, რომელიც დღეს ყველა ნიშნის მიხედვით დაქცეულია ქვეყნიდან და რაღაცნაირად ის საქმეები რაც ჟღავდება არ მეთყოლებს բայց და მაინც რომ ის სახელმწიფოს აშენებდა. როგორ ფიქრობთ, როდესაც ესეთი სერიოზული ლიდერი, მისი ერთ-ერთი იდეოლოგი გარბის, რამდენად აქვს მე შემდეგ ამ პარტიას ეკისრება თუ არა პოლიტიკური და იურიდიული პასუხისმგებლობა იმ საქციელებზე, რომელსაც ადეიშვილი და მისი გარემოცვა და ეს პარტიული ზედაფენა სჭადიოდა. ეს რა ამაზე ალბათ უკვე იურისტებმა უნდა იმსჯელონ ზოგადად შესაძლებელია თუ არა დადგეს პარტიის როგორც ასეთის პასუხისმგებლობის საკითხი. მე ვფიქრობ ეს პროცესი ალბათ საქართველოში არ მოხდება, იმიტომ რომ იგივე დასავლეთი ჩვენ მოგვიწოდებს მაინც თანამშრომლობისკენ და დღეს ობამას განცხადებაც ამას მოწმობდა და ალბათ ასეთი ტიპის პროცესს მაინც პოლიტიკურ ანგარიშწორებას დაარქმევენ. ალბათ აქ პასუხი დადგება ცალკეული პოლიტიკური ფიგურების და არაერთის პასუხისმგებლობის საკითხი და მე ვფიქრობ ეს იქნება ძალიან კარგი ნიშანი მომავალი ხელისუფლებებისთვის და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟი ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგები დარწმუნებული იყვნენ რომ საქართველოს მართვა სწორედ ტერორით, შანტაჟისთან და შიშით გაცილებით ეფექტური იქნებოდა და გაცილებით ხანგრძლივი იქნებოდა მათი ყოფნა ამ მეთოდებით მართვის პირობებში. როგორც აჩვენა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებმა, მათი ეს ყველაზე ესე ვთქვათ ფუნდამენტური მოსაზრება ჩვენ და საბედნიეროდ მცდარი აღმოჩნდა. და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ყველაზე კარგი და თვალსაჩინო გაკვეთილი დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ქართული ოცნების სახით და ყველა შემდგომი ხელისუფლებებისთვის, რომელზეც საქართველოს სათავეში უკვე დემოკრატიული არჩევნების პირობებში ვიხილავთ. ხათუნა ძალიან დიდი მადლობა და მე ვფიქრობ რომ ეს შენი პროგნოზი და შენი შეფასება ბევრს დაინტერესდება განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის წევრებს. ძალიან დიდი მადლობა და იმედი მაქვს რომ შემდგომში ხშირად იქნება ჩვენი სტუმარი. რეკლამა და რეკლამის შემდეგ ჩვენ ჩავთავთ პარიზიდან პაატონ პაატა ქურდაძეს, მწერალს და პუბლიცისტს. ძირფასო ტელემაყურებლებო გრძელდება კონსულიური, თუმცა რა გრძელდება, ფაქტობრივად სრულდება, იმიტომ რომ ტექნიკური პირობების გამო დღეს ვერ მოხერხდა პარიზიდან ჩართვა და პაატა ქურდაძეს ყოლა ძალიან საინტერესო წერილი დღეს ლიბერალში გამოქვეყნდა ქართული გაკვეთილები და საერთოდ პაატა ქურდაძის ხედვა მინდა შემომეთავაზებინა. მე ხვალ აუცილებლად ჩავთავთ პაატას. მანამდე მე მინდა კიდევ ერთხელ მოგიხადოთ ბოდიში, მაგრამ ყველა გთხოვთ შეხვიდეთ ჩვენ მდგომარეობაში. არასდროს ტელეკომპანია მეცხრეახს არ დაუწუწუნია, მაგრამ მთელი ეს პერიოდი, რაც საცდელი გადაცევლება გადიოდა, ჩვენ გავდიოდით ურთულეს პირობებში და ეხლა საკმაოდ ტექნიკურად არასახარბიელო პირობები გვაქვს, თუმცა დაახლოებით 60 კვირაში ჩვენ გადავდივართ ახალ ოფისში. ფაქტობრივად ყოველი ლურსვლის მოქმედებას თქვენ ალბათ ესე და ლურსვლის დაჭედებას მოხდებოდა ყადაღდებოდა ანგარიშები, ტექნიკა აზიანდებოდა, ეს ყველაფერი ცხადია, ეს აისახა და ჩვენ სწორედ ამის გამო ვერ მაუწყებლოდით სრულფასოვან. და ჩვენი სტუდიაში ვინც მოდის ხომ ხშირად გავკვირებულიც არის, ერთ პატარა სტუდიაში არის ფაქტურად ის
ხუთი გადაცემა რაც არის. ნუ ასეა თუ ისეა, რასაკვირველია, რომ იტყვიან, რასაკვირველია ჩვენ ვართ ამ შემთხვევაში მაინც, ნუ დამნაშავები თუ არა, ნუ ტექნიკურად ვერ გაიმართა, მაგრამ არ იმედი ამას გვაპატიებდა, ხვალ საღამოს 8 საათზე ჩვენ შევხვდებით ჩვეულებრივად და პაატაც ხვალე იქნება და ყველაფერიც მე მგონი ნორმალურად იქნება. რაც თავარია, ყველაზე დიდი ჭირი მოვიშორეთ და ახლა ყველაფერი კარგად არის და უნდა ჩვენ ესე ვთქვათ ხელები დაკაპიწებულმა დავიწყოთ ახალი საქართველოს მშენებლობა. უბრალოდ გავაგრძელოთ ის ტრადიცია, რაც საქართველოში ყოველთვის იყო. დიდი მადლობა, ჩვენ შევხვდებით ხვალ საღამოს 8 საათამდე.